მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 25 ნოემბერია, დაახლოებით 10-ის ნახევარი, როდესაც ეს გადაცემა იწერება და CBS-ი გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბუ-დაბიში ამერიკელებისა და უკრაინელების მოლაპარაკების ფორმატში უკრაინელებმა განაცხადეს თანხმობა ამ სამშვიდობო დოკუმენტზე. თუმცა რა ტიპის დოკუმენტზეა საუბარი, გათვალისწინებულია თუ არა ის ცნობილი 28 პუნქტის კომპონენტები, თუ ეს არის რაღაც ევროპული შეთავაზება, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა რეალობა ის არის, რომ ჩვენ გავიღვიძეთ ახალ მსოფლიო წესრიგში და საზოგადოებას, მათ შორის იმ რაღაცნაირად საინფორმაციო ბურუში გაბნეულ საზოგადოებას უწევს შეეგუოს რეალობას, ისაც ხდება დღეს თანამედროვე სამყაროში. ეს არის პოლიტიკის ეკო და დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ვალერი კვარაცხელია. პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ დაგვთანხმდით და ამ თქვენი მოსვლით გარკვეული ტიპის ხარდაჭერა გამოუცხადეთ ჩვენი პროექტის განვითარებას. მე ვცდილობ ხოლმე პირდაპირ საქმეზე გადავიდე და ამ შემთხვევაშიც მსგავსად დავსვავ შეკითხვას. სანამ ჩვენ არ ვიცით ახლა იქ აბუ-დაბიში რა ტიპის მოლაპარაკებებზეა საუბარი და რა ტიპის თანხმობაზეა, თუმცა ჩვენ დავინახეთ როგორ გავრცელდა ეს 28 პუნქტის ცნობილი დოკუმენტი, სადაც პრაქტიკულად გათვალისწინებულია ყველა ის პრეტენზია მეტნაკლებად, რაც პუტინს ჰქონდა ამ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ხო ლიბერალური სამყარო ცდილობდა რომ რაღაცნაირად სხვანაირად წარმოეჩინა მთელი ეს ომის პროცესები და ჩვენ გვესმოდა ეს მთელი რაღაცა საინფორმაციო კამპანია რომ აი იმარჯვებს ამ ომში და ასე შემდეგ დასავლეთი და მათ შორის უკრაინა, აი ამ პროქსი ომში ესაც უკვე დასავლეთსა და რუსეთის დაპირისპირება, ჩვენ მივიღეთ ეს 28 პუნქტიდან შემდგარი დოკუმენტი და როგორ მივიდა სამყარო და თვითონ ეს თან გასაოცარი ის იყო რომ შეერთებული შტატები იყო ამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მხარდამჭერი იმისა რომ ეს სამშვიდობო დოკუმენტიზე თანხმობა განაცხადებინა უკრაინულ მხარეს. როგორ მივიდა სამყარო აქამდე და როგორ მივიდა პირველ რიგში შეერთებული შტატები იქამდე რომ აი უკვე უკრაინის რეჟიმს მეტნაკლებად აიძულებენ რომ დაეთანხმონ ამ ეგრეთ წოდებულ კაპიტულაციურ ხელშეკრულებას. მადლობა გიორგი მოწვევისათვის, თქვენს მაყურებლებს მივესალმები და გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, იმიტომ რომ მე ყველაფერი არ მაქვს დანახი, მაგრამ ზოგიერთი რამ ნახე თქვენი გაკეთებული და მართალი გითხრათ მომეწონა, იმიტომ რომ ვცდილობთ რომ ობიექტური იყოთ, ვცდილობთ რომ მხარედ არ გამოდგეთ და არ აღმოჩნდეთ და ასე შემდეგ, რაც ჩვენს დღევანდელ ქართულ ჟურნალისტიკას და განსაკუთრებით ტელემედიას განსაკუთრებით აკლია. ხო, რაც შეეხება ახლა საკითხებს, თქვენ კარგი იყო რომ თქვით, რომ ეს იწერება დღეს, ანუ 25 ნოემბერს, იმიტომ რომ ვიდრე მაყურებლამდე მივა ეს თქვენი დღევანდელი ჩანაწერი, მანამდე შეიძლება ბევრი რამ უკეთესად გამოჩნდეს, იმიტომ რომ დღეს გახმაურდა ახლა აი 2-3 საათია, რაც გახმაურდა ეს ამბავი, რომ უკრაინა თანახმაა ხელი მოაწეროს ამ შემოტავაზებას. მე მინდა თქვენ გთხოვოთ ერთი რამ, რომ ჩვენ ნუწავალთ ამ პუნქტების ჩაღრმავებისკენ. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ეს არ ვიცით. მე პირადად ძალიან კარგად ვიცი ყველა ეს პუნქტი, ამაზე სტატიაც მაქვს დაწერილი და მისაუბრია კიდეც და პრობლემა არ არის, მაგრამ აქ მთავარი არის ფილოსოფია ამ საკითხისა. და არა ეს პუნქტები, რომელიც უკვე შეიცვალა ნაწილობრივ, როგორც ამბობენ, ესე იგი ჟენევაში, ესე იგი შეხვედრა იყო და 28-დან ჩამოიყვანეს 19-მდე და ახლა მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადდა ზელენსკი დაეთანხმა ამას, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს სადავოა, ეს საკამათოა, ეს ალაპარაკოა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ პუნქტებს არ გავყვეთ, უფრო ამ ფილოსოფიაზე ვისაუბროთ, თუ ეს შესაძლებელი იქნება. რასთან გვაქვს საქმე, რა არის ეს უკრაინის კრიზისი, რა პროცესია ეს და ვინ რა დათმო, ვინ დამარცხდა, ვინ გაიმარჯვა და ასე შემდეგ. დავიწყოთ იქიდან, რომ ვინც ახლა იგებს, ვინ გაიმარჯვა. იმათ ჯობია ამ საქმეს საერთოდ დაანებონ თავი, იმიტომ რომ ეს მათი საქმე არ არის. მაგრამ იმ ანალიტიკოსებმა, იმ სოციოლოგებმა, იმ ფილოსოფოსებმა, იმ მომხილველებმა, ვინც საქმეში ღრმად არის შეხედული, თანამედროვე გეოპოლიტიკა შეიტყვენ მსოფლიო წესრიგი ახსენეთ, თანამედროვე მსოფლიო წესრიგის მდგომარეობაში, საერთაშორისო სამართლის მდგომარეობაში. მათ იმ თავითვე იცოდნენ, რომ აქ გამარჯვებული ერთი მხარე იარსებებდა და სხვა შანსი არ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროქსი ომში, როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და მთელი დასავლეთის სამყარო, ასე ვთქვათ. მთელი ნატო პლუს კიდევ რამდენიმე სახელმწიფო ებრძოდა უკრაინაში რუსეთს. ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ უკრაინა რუსეთის დაპირისპირებაზე და უკრაინა რუსეთს შორის არსებულ ომზე და მიმდინარეობ. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თუ გვინდა რომ საქმეზე ვისაუბრობთ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაზე. უსაფრთხოება რუსეთისა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, იმიტომ რომ დასავლეთმა მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მიაღწიეს და ეგრეთ წოდებულ ცივ ომში გამარჯვებას გაინაღდეს, ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს რომ რუსეთის დაჩოქება თავისუფლად შეეძლოთ. თავისუფლად თუ არა, ყოველ შემთხვევაში ამისი რესურსი მათ ეგონათ რომ ჰქონდათ და მართლაც ჰქონდათ ალბათ. მთელი 10 წელიწადის განმავლობაში, ვიდრე რუსეთის სათავეში იყო ელცინი, მაგრამ 2000 წლიდან, როდესაც პუტინი მოვიდა რუსეთის სათავეში, იმიტომ კი არა რომ პუტინს რაღაც ჯადოსნური კვერთხი მეჭირა ხელში და იქნია და უცებ გამოსწორდა მდგომარეობა, არამედ იმიტომ რომ მოღალატე არ იყო. საბჭოთა კავშირის ისტორიას ახსოვს ბევრი მოღალატე, დაწყებული ხრუშოვიდან და დამთავრებული გორბაჩოვით და რუსეთის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ისტორია მიცის მოღალატე ელცინის ისტორია, რომელიც მიყიდული იყო დასავლეთს და პრაქტიკულად მოქმედებდა დასავლეთის დირექტივებითა და დასავლეთის დავალებებით. აი ეს შეიცვალა პუტინის მოსვლით. და ამან უკვე განაპირობა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მართლაც დაჩოქებული იყო და მიწასთან იყო გასწორებული, როგორც სამხედრო პოტენციალით, ასევე ეკონომიკით, ასევე სულიერი მდგომარეობით. მიუხედავად ამისა, პუტინმა შეძლო რამდენიმე წელიწადში ეს რუსული სული გამოეღვიძებინა, პატრიოტული სული გამოეღვიძებინა და 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე მან გააკეთა ისტორიული განცხადება. ეპოქალური განცხადება. რეალობაში ასაც ხედავთ ბუდიშტური გაწყვეტილებით. ყველაფერი მაშინ ილაპარაკა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა. კი, რა თქმა უნდა. თანამაც წინისწროდა უწევდა კოსოვოს რა თქმა უნდა, იქ ითქვა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ არსებობდა, ვერ შედგა, ვერ გაამართლა, ამიტომ მსოფლიო უნდა იყოს მრავალპოლუსიანი. რას ნიშნავდა ეს? ეს იმას ნიშნავდა, რომ ერთი მბრძანებელი, ერთი სუვერენი, ერთი პატრონი ამერიკის შეერთებული შტატების სახით აღარ იარსებებდა და ის სახელმწიფოები, რომელსაც ამის პოტენციალი ჰქონდათ, ასე ვთქვათ, თავიანთ პრეტენზიებს განაცხადებდნენ იმაზე, რომ ისინი მსოფლიო გამგებლობით, მსოფლიო მართვის საქმეში თავიანთ სიტყვას იტყოდნენ. ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მსოფლიო წესრიგი, მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი და საერთაშორისო სამართალი პრაქტიკულად დაანგრია დასავლეთმა და საჭირო იყო ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობა და ახალი საერთაშორისო სამართლის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით ახლა ეს დიდი ისტორიაა და ყველაფერს ვერ მოვყვებით, ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. და დადგა ის დრო, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ ჩემს უსაფრთხოებას ნუ შეეხებით. ჩემს უსაფრთხოებას თუ შეეხებით, მე მექნება ამაზე რეაქცია, მე მექნება ამაზე პასუხი. და ეს იყო პირველ რიგში რა? ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა დამთავრებულიყო. ნატო გაფართოვდა, ძალიან გაფართოვდა, ყოფილი ვარშავის პაქტის სახელმწიფოები, ანუ მთელი აღმოსავლეთ ევროპა მოიქცია თავის კლანჭებში, მიაყოლა საბჭოთა რესპუბლიკები, ყოფილი ბალტიისპირა რესპუბლიკები და ეს უკვე რა თქმა უნდა აშკარად საფრთხეს უქმნიდა რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთის საზღვართან თუ განთავსდება ნატოს რაკეტები, მცირდება რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებამდე მიფრენის დრო. კი, ბატონო. ამას აქვს წამებზია თან საუბარი აქ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამას. და ამას მე არ დავუშვებ, ვერ დავუშვებ და ამ მიმართულებით ჩემს საქმეს გავაკეთებ. საქმე ისე წავიდა, რომ უკრაინის დამარცხება ახლა გარდაუვალია, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა უტრიალონ იმ პუნქტებს, იქ წერია, რომ უკრაინა ვერასოდეს ვერ გახდება ნატოს წევრი. თვითონ ნატომ უნდა შეიტანოს ეს მის წესდებაში, აი ამ პუნქტების მიხედვით. თავარი პირობა ეგ არის, რეალურად. თავარი პირობა ეგ არის. კიდევ რა არის თავარი პირობა? ტერიტორიები, რომელიც წამოღებული აქვს რუსეთს, ის დარჩება რუსეთის შემადგენლობაში.
და პრაქტიკულად მოხდება მისი აღიარება. შეიძლება de jure აღიარება ჯერჯერობით არ მოხდეს დასავლეთის მიერ, მაგრამ de facto აღიარება მოხდება. ანუ უკრაინას, რომელსაც შეეძლო ეცხოვრა ძალიან მშვიდად ამ საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ უზარმაზარი ტერიტორია დარჩა, უზარმაზარი პოტენციალი დარჩა სამრეწველო. განავითარებინა ეს ყველაფერი და ეცხოვრა მშვიდად. ყირიმიც მისი იყო და არავინ არ ედავებოდა. რუსეთს სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა. და ამიტომ ეს იყო, ასე ვთქვათ, განაცხადი იმასთან დაკავშირებითაც, რაც პუტინს უკვე ჰქონდა ნათქვამი მიუნხენის კონფერენციაზე, რომ ასე აღარ გამოვა, ასე ვერ წავა მოვლენები. და ამას წერტილი უნდა დაესვას და მათ დაიწყეს ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელიც აგერ უკვე მიდის ფინიშის პირას და რაც მთავარია, ისე მიდის, აი თქვენ თქვით კიდე შეეხეთ ამას, რომ აი რაც იყო იქ პირველი პირობები, რის გამოკეთებას, დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, აი ეს ყველაფერი რეალურად აქ ამ პუნქტებში უკვე ასახულია. უკრაინის მოსახლეობა, რომელიც სადღაც 45 მილიონის ფარგლებში იყო იმ პერიოდისათვის, დღეს არის ნახევარი ალბათ, იმიტომ რომ გაიქცა ადამიანები, ხალხი. გაექცნენ ამ სისასტიკეს, როდესაც ქუჩაში დაძლებენ ხალხს, იჭერენ რომ როგორმე ჯარში წაიყვანონ და ჯარში კი არ წაიყვანონ. საზარბაზნე ხორცად აქციონ და სასიმპლო არც არავის არ უნდა რეალობაში მონაწილეობა, გინდა უკრაინელი იყავი და გინდა ომია და თავისთავად უბედურება. მე უბრალოდ მაინტერესებს ისტორიული ექსკურსი გასაგებია, მე მაინტერესებს ერთი ფაქტი, უბრალოდ აი თქვენი შეხედულება ამ ფაქტზე, რომ როგორ მოხდა აი ამ პროქსი ომის პირობებში, რომ თავარი იმედი, ამ თავარი ლოკომოტივი ამ დასავლეთისა, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები გასაგებია რომ ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ნუ პოლიტიკური ინტერესები ხო არ იცვლება ზოგადად, მაგრამ ისე მოხდა, რომ თითქოს პრეზიდენტობიდან გვახსოვს ჩვენ ოვალური კაბინეტი შეხვედრა, როდესაც კოსტუმზე გაუმახვილეს ყურადღებას. მერე გვახსოვს ერთი-ორჯერ ნათქვამი იმისა, რომ იცი რა, პუტინთან რაღაც მეგობრული ურთიერთობის დამყარება სურს ამას. გვახსოვს ალიასკას შეხვედრა და ცდილობა იმისა, რაღაცნაირად, რომ ახალი ადმინისტრაცია დაუკავშირდეს მოსკოვს. როგორ მივიდა იქამდე, რომ დღეს ლოკომოტივი გამოცდილია, ევროკავშირი საერთოდ ვერ ხვდება სად არის, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ცდილობაშია იმისი, რომ სადღაც პოლიტიკურ ნიუსების სათაურებში მოხვდეს უბრალოდ. ანუ ბოლოს ერთ-ერთი სანქცია როცა დაუწესეს, ეწერა გაცნობითი აპლიკაციების აკრძალვა. წარმოიდგინეთ, ახლა სადამდე ვართ მისულები ამ ხრივ, ხო? ანუ ევროკავშირის სანქციებს. ერთ-ერთი რეალური სანქცია, რამაც ციფრებში იმუშავა, ეს იყო ბოლოს ტრამპმა რო დაუწესა როსნეფტისა და ლუკოილის სანქციება, იმიტომ რომ რაღაც ციფრები დაიწერა, რომ შემცირდა ყოველდღიური და უხვად ნავთობის მიწოდება. დანარჩენი იყო ზღაპარი და თამაში, ასაც ამის მიუხედავად რუბიო მისის განაცხადა, რომ მორჩა ეს არის პიკი, ამის იქით სანქციების მეტი პაკეტი აღარ არსებობს, ვეღარ დაუწესებს და რის გაკეთებას შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ და ამ ტიპის მოლაპარაკებების მაგიდაზე დავშტეთ. სად გამოეცალა მოკლედ დასავლეთ ამერიკა, რა იყო ამის მიზეზი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ ალბათ ჩინეთთან აპირებს მომავალში რაღაცა ურთიერთობების გარკვევას და იქ არ ჭირდება ჩინეთის მოკავშირე რუსეთი, დაახლოებით ეს ცდილობაა, თუ უბრალოდ ამ ომში დაინახა, რომ რესურსის ჩადება უკვე აზრი აღარ აქვს. ცელი თემაა, მაგრამ მე შევეცდები მოკლე მონახაზი გავაკეთო. იცით რა მოხდა? ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა ბატონმა ტრამპმა სიტყვიერად და დეკლარაციით არა, მაგრამ პრაქტიკულად თავისი მოქმედებებით და დამოკიდებულებებით აღიარა მრავალპოტუსიანი მსოფლიო. მან აღიარა რუსეთის ფაქტორი და მან აღიარა ჩინეთის ფაქტორი. სხვათა შორის ევროპის ფაქტორზეც შეიძლება ითქვას, ოღონდ ევროპის აი ეს ფუყე ფაქტორი, რომელიც არ არსებობდა, მაგრამ რაღაცნაირად გაბერილი იყო, ამასაც თავისი ადგილი მიუჩინა და ეს ევროპა ისე ჩაიფუშა, რომ დღეს კაბალური ხელშეკრულება გააფორმებინა ფორდელაიას. პრაქტიკულად აღარაფერს აღარ წარმოადგენს ევროპა როგორც სერიოზული მოთამაშე მსოფლიო არენაზე. მაგრამ ტრამპმა ეს აღიარება შინაგანად გააკეთა
და რუსეთთან და ჩინეთთან დაიწყო დიალოგი, ასე ვთქვათ. შეიძლება ეს მწვავეც იყოს, შეიძლება დაპირისპირებაც იყოს, სანქციებიც იყოს, ეს პოლიტიკური პროცესია ჩვენ. ეს პროცესია მართალი ბრძანდებით, მაგრამ თვითონ აღიარება იმისა, რომ ეს პოლუსები არსებობს და ეს მოთამაშეები არსებობენ, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს, სხვანაირად სოფლიოს მართვა დღეს შეუძლებელი ხდება, ეს მან აღიარა და ეს არის ერთი მომენტი. მეორე მომენტი არის ასევე არსებითი მომენტი, ეს არის ამერიკული კრიზისი. ამერიკა შედის ღრმა კრიზისების ეპოქაში. ეს კრიზისი ბევრნაირია, დაწყებული პოლიტიკურით და დამთავრებული საყოფაცხოვრებოთი და სოციალურით და ასე შემდეგ. რასობრივიც კი შედის. მოგეხსენება თუ რამდენიმე წლის წინ რა ამბავი იყო რასობრივ საფუძველზე. ფლოიდის კვლევის ამბავი და კი, ბევრი კრიზისი გამწვავდა. ეს კრიზისი საბოლოო ჯამში ჯერ კიდევ მარქსს ააქნა წინასწარმეტყველები, რომ ეს ასე იქნებოდა. კაპიტალიზმი თავის უკანასკნელ სტადიაში, განვითარების უკანასკნელ საფეხურზე როცა გადავიდოდა იმპერიალიზმის სტადიაში, იქ წარმოიშვება რამდენიმე ძირითადი კრიზისი, რომელთა დაძლევა შემდეგ შეუძლებელი ხდება და კრახი დგება. აი ეს პერიოდია ახლა. მე არ ამგონია რომ ტრამპმა მარქსიზმი იცოდეს ძალიან კარგად, ან მარქსიზმის მომხრე იყოს, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. ტრამპს ეს ამბავი მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს ობიექტური პროცესები თავისთავად ვითარდება და მას მოყვება რაღაცა რეალური შედეგები. ტრამპი დაუპირისპირდა ვის? ტრამპი დაუპირისპირდა ეგრეთ წოდებულ deep state-ს, ხო? რა არის ეს deep state? ეს deep state არის ჩაკირული, ჩაბეტონებული ცნობიერება. კაპიტალისტური ცნობიერება. ამერიკის შეერთებული შტატების დომინანტობის ესეთი უცილობელი მიღება და ეჭვის შეტანის შეუძლებლობა. ეს ერთი მხრივ, წმინდა ცნობიერის დონეზე, მაგრამ მეორე მხრივ აქვს ამას დიდი პრაქტიკული, თქვათ, პარალელები მოდის კიდევ. რა არის ეს? ამერიკას აქვს ტრილიონიანი ბიუჯეტი სამხედრო. ტრილიონი, დაახლოებით, ცოტა აკლია, მე მგონი თუ ახლა შესაძლებელი გადააჭარბა კიდეც. ტრილიონის ათვისებაა საჭირო. ამ ტრილიონიდან მე არ ვიცი ზუსტად რამდენი პროცენტი, მაგრამ ძალიან დიდი პროცენტი მიდის კორუფციული არხებით და გზებით. ეს კოლოსალური თანხებია. ახლა ამ ადამიანებს, რომლებიც მთელი კასტა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხომ, სამხედროები და მათი შეფები და პენტაგონი და უშიშროება და ფედერალური დაზვერვები და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და უშველებელი ამბავია. ამ ადამიანებს თუ არ ექნებათ ომის ვითარება, არ არის აუცილებელი ეს საპლანეტო იყოს და მსოფლიო ომი იყოს, მაგრამ ლოკალური ომები თუ არ ექნებათ, მაშინ საიდან მოტეხავენ თქვათ იმ თავიანთ კორუფციულ წილს ამ უზარმაზარი ბიუჯეტიდან. ახლა ეს კრიზისები ყველაფერი ერთმანეთში რომ აიზილა, ამან გამოიწვია ის ვითარება, რომ ახლა ყველაფერი ბრალდება წინა თაობებს, თქვათ ბაიდენს და მის წინამორბედებს, ობამას, კლინტონებს და ვიღაცებს, მაგრამ სინამდვილეში კი ბაიდენის დამნაშავეა, კლინტონების დამნაშავეები არიან, ობამას დამნაშავეა, მაგრამ ეს კი არ არის თავარი, რომ ვიღაცა კონკრეტული პერსონა, თუნდაც პრეზიდენტის დონეზე დამნაშავეა, არამედ ის, რომ სიტუაცია უკვე დამნაშავე, სიტუაცია დალპა უკვე. და აი ამ დამპალი სიტუაციის ვითარებაში ტრამპს უწევს ბრძოლა ამ სიტუაციასთან. მაგრამ რეალურად მოიგებს თუ არა ამ ბრძოლას, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. ერთმნიშვნელოვნად ამას ვერავინ ვერ ეტყვის. მით უმეტეს, რომ ტრამპს მე რამდენადაც მეჩვენება, ეს ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს, რასთან აქვს. კი, რაღაცა დიდ ძალას რომ ებრძვის იცის, მაგრამ აი ეს კრიზისები მე რაც გითხარით და მარქსმა რაც იწინასწარმეტყველა, ნუ ჩავამართლებინებთ ახლა ლექციის კითხვის დრო ალბათ არ არის აქ. ერთი სიტყვით, კრიზისები მომრავლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოსავალის ძიება საჭირო და
ერთ-ერთ გამოსავლად მიჩნეული იქნა ის, რომ დაესუსტებინათ რუსეთი და გაეთამაშებინათ იგივე კარტი, რაც გაითამაშეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ბევრი საკითხი იყო აქ განხილული, დიდი ხანი ეხილებოდა ეს საკითხი, სხვათა შორის 2008 წლის აგვისტოს მოვლენების საქართველოში შემადგენელი ნაწილია ამ ფაქტორისა. იმიტომ რომ აქ მათ ყავდათ თავიანთი ყურმოჭრილი ყმა, როგორც ზელენსკია უკრაინაში ისეთივე იყო სააკაშვილი საქართველოში და მას დაავალეს, რომ ეს პროცესი წამოეწყო. უთხრეს, რომ დაგეხმარებით, შენ გაიმარჯვებ, გმირი იქნები, ტერიტორიებს დაიბრუნებ, მაგრამ ამაში ჩაერთვება რუსეთი და აი რუსეთი რომ ჩაერთვება, ეს მოგცემ ჩვენ საშუალებას მერე თქვენი საშუალებით და თქვენი გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ უფრო ასე ვთქვათ გახსნილად ვიმოქმედოთ. ეს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ამას აყვა, წამოეკო ამ სრულებაზე, იმიტომ რომ არ ეყო არც განათლება, არც გამოცდილება, არც მიხვედრა იმისი, რომ ხაფანგში ყოფდა თავს და გაყო თავი ამ ხაფანგში. მაგრამ მოხდა ისე, რომ რუსეთმა ეს ამბები ძალიან ჩქარა მოამთავრა. 5 დღიან ომს უძახით ჩვენ, მაგრამ პრაქტიკულად 5 დღე არ ყოფილა, შემოსვლის დღესვე ყველაფერი დამთავრდა. ვერ მიიღო ის მასშტაბები, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდებოდა. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ძალიან პატარა ქვეყანაა, თავისთავად და გარდა ამისა, საქართველოს შესაძლებლობები, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობები აღმოჩნდა სრულიად უმწეო, აი რუსული არმიის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს შემოვიდა. ამიტომ ჩავარდა ეს პროექტი. და შემდეგ მიეღნენ უკრაინას. უკრაინა დიდია, უზარმაზარია თავისი მოცემულობით, მონაცემებით, ტერიტორიით, სამხედრო პოტენციალით, ეკონომიკური პოტენციალით და სხვა განზომილებებით. ამიტომ უკრაინაში ეს უფრო ასე ვთქვათ, სივრცე არის იმისი, რომ ხო, სივრცე იყო, ნოყიერი ნიადაგი იყო იმისთვის, რომ ეს განეხორციელებინათ და პრაქტიკულად ვისაუბრეთ უკვე ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რომ მთელი ნატო ებრძოდა რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე. აი საინტერესოა ის, რომ ვისაც უყვარს ხო რაღაცნაირად გეოპოლიტიკური ნაშრომების საკითხვა პირობითად ამ ისტორიული ნაშრომების საკითხვა, თვითონ ამერიკელი პოლიტოლოგები იქნებიან ეს თუ გეოპოლიტიკის მამები, თუნდაც მაკინდერი და ასე შემდეგ, ყველა წინასწარმეტყველებდა, რომ ეს ომი გარდაუვალი იყო. ანუ უკრაინა როგორც სივრცე და არა ქვეყნის დასახელება ამ შემთხვევაში იქნებოდა ამ პროქსი ომის ეპიცენტრი. და აუცილებლობა, მაგალითად ძეჟინსკი წერდა, რომ აქ მოხდება ყველაფერი და დიდ საჭადრაკო დაფაში, რომ ეს სულა უნდა გაითამაშონ. იქ მაგამდე მაკინდერი გვეუბნებოდა, რომ იცი რა ამ სივრცეს თუ არ ფლობს, ასე იგი ჰართლენდი ანუ ამ შემთხვევაში რუსეთი, მაშინ მისი იმპერიალისტური ბიზნები შეზღუდული იქნება და ამიტომაც აუცილებლად შეიძლება რომ კონტროლი დაამყაროს და თითქოს ყველა თეორიაში მოკლედ ამის თქმა მინდა, რომ ეს იყო ცნობილი და თვალსაჩინო ვინც იყო ამ სფეროთი დაინტერესებული და შესაბამისად ეს სვლა, ეს თამაში, ანუ ამ ჯერ ნაციონალიზმის გაღვივება პირობითად იქ მომზადება ნოყიერი ნიადაგისა, რომ ამ ომს არ ქონოდა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანების თვალში რაც გეოპოლიტიკური დაპირისპირების ერთფერი არ ქონოდა, არამედ ჩვეულებრივად როგორც ხდება ხოლმე, რომ ჩვენ ხო ფილმებით ვისწავლეთ პოლიტიკა, ანუ ფილმებში ერთი მხარე ბოროტია, მეორე კეთილია და აგრესორი შევიდა ამ შემთხვევაში მოახდინა ესე იგი ინტერვენცია, ესე გაასაღეს ეს კონფლიქტი და შეეცადნენ რომ თავიანთი მოკავშირეები საზოგადოებაში იპოვათ და ნახეთ ხო ჩვენ აქციები თბილისში იყო აქცია ამას შეად ვიძახი და რატომ სულ გვაქვს შეერაღებაში 3 ცალი სტინგერი დაუშვათ ვიძახი არ ვიცი ზუსტად რამდენი გვაქვს და თბილისში გაიმართა აქცია ამას აქციას ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი და მეუბნება მე რომელსაც აი ჩემზე ალბათ რა ვიცი 100-ჯერ მეტი აქვს ჭურვიც და ყველაფერი რომ გაუგზავნო ჩემი 3 ცალი სტინგერი რაღაცა რომ დამჭირდეს ხომ შეიძლება მქონდეს ბერკეტი იმისა რომ ახლოს არ მოხვიდეთ თორე გესვრი ანუ ადამიანს ვენაზე რო ახსნა და ამას ითხოვდა და ეს რომ არ მივეცით და კიდე პირდაპირ ეთერში ჯარის კაცების გაგზავნა ეს ხო იყო ცირკია ჩემი მეზობელი არის უკრაინელი ბიჭი და ვიცი ხა ვისაც აი რაღაცნაირად ეს შიდა პატრიოტული მომენტი ჰქონდათ ყველას რთული ეს გეოპოლიტიკური საუხსნა ის მარტივად აღიქვა რომ შევიდა და უნდა დაიცვას
ჩვენ ყველამ ვიცოდით ხალხი როგორ ჩადიოდა საომრად უკრაინაში. შენ თუ რაღაცნაირად ეს გაწუხებს და გინდა ბრძოლაში შენი რაღაცა პერსონალური დაამტკიცო, ჩაფრიდებოდი პოლონეთში და პოლონეთიდან გადადიოდი უკრაინაში. არა, ჩვენთან მოინდომეს პირდაპირ ეთერში სამხედრო ფორმებით კამუფლაჟით ჩასმულები, რომ დაუშვათ სახელმწიფოს უზრუნველყო თან პირდაპირ ჩარტელური რეისი. და ესეთი ცირკები ვნახეთ და მე აქ იყო საუბარი თითქოს რომ იცი რა, შენ ამ ომში ხარ ვიღაცის მხარეს და არა და შენ რას ცდილობდი რომ აგერიდებინა ეს გეოპოლიტიკური ტექტონიკური ძრების პროცესში გავიღვიძეთ. როგორც კი რუსეთმა თქვა რომ მე ვიწყებ ჩემი გეოპოლიტიკური მიზნების აღსრულებას. და ამ დროს გავიღვიძე და აქ ჩვენთან ცირკები რომ ვიღაცას წუხდა რომ ბომბები არ წვიოდა და ამ სისხლის წვა ერჩივნა და უბრალოდ ომში განსtildeილ ტკივილს და აქციები ვიხილეთ და მთელი ეს ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და სამწუხარო ის იყო რომ ბევრ ადამიანს აურია გონება იმ სენტიმენტებზე თამაშით, რასაც თუნდაც აგვისტოს ომი იყო მაგამდე რაღაცა ის 90-იანი წლები და ასე შემდეგ რა. მაგრამ დღეს ეხა რატო დავიწყე აი ამ უკრაინული დელეგაციის თანხმობით და მაგამდე 28 პუნქტი რატო შემოვიყვანა ჩვენ საუბარში. დღეს ხოლმე მივხვდი ადამიანი ნათელი ხო არის, ანუ უკვე ვაშინგტონიდან გესაუბრებიან ამაზე რა. აქამდე ეს საუბარი ხშირი არ იყო და ეხა გამოჩნდნენ იქაური ექსპერტებიც, იქ ადმინისტრაციის პირები, რომლებიც საუბრობენ ამ გეოპოლიტიკის მნიშვნელობაზე და გეოპოლიტიკაზე როგორც არგუმენტზე რატო ხდება ეს ყველაფერი. დღეს ხო უფრო მეტად ნათელია პირობითად რა საერთაშორისო თამაში მოგვიწია ჩვენ პოზიციონირება, ვიდრე დაუშვათ კიდაც 2 წლით უკან იყო. ჩემი აზრით ეს უნდა იყოს სიგნალი ბევრისთვის, მათ შორის ჩვენს აუდიტორიაში, რომ მე არ მაქვს სენტიმენტები არც ერთი ქვეყნის მიმართ, იმიტომ რომ სენტიმენტები მაქვს ჩემი ქვეყნის მიმართ, ქართველი ვარ, დამთავრდა. იმის იქით უყურე პრაგმატული ცნობიერებით. შეიძლება ეს რაღაცა ჩემი ინტერესი პროფესიული ეხმარება, მაგრამ ფიქრობ, რომ სწორი პოზიცია ესეთია. მაქვს ჩვეულებრივი რაღაცა პრაგმატული ინტერესები. როგორ უნდა კიდევ გამოვაჯანსაღოთ ეს საზოგადოება, რომ იცი რა, თავარი ის კი არ არის შენ ფილმებით რა გასწავლეს. თავარი არის ის, რომ შენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლისთვის როგორი მოქმედება საჭირო და ეხლა რომ გადმოვიდეთ ამ ქართულ რეალობაზე. აი ამ ტექტონიკური ძვრების პროცესში. აქ მარტო არ არის უკრაინა რა, პუერტო-რიკოს ყურეში მიყენებული არის ამერიკული ფლოტის 25%. ვენესუელის ნავთობ რეზერვუარებზე დიდი კითხვის ნიშანია, ვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს. არის თეორიები, რომ შეიძლება უკრაინაში იცვლება, ნუ ეს მაინც კულისებს ვიღება საუბარი და არ მინდა ამაში შევიჭრა. იაპონია აცხადებს, რომ თუ ტაივანზე ჩინეს პრეტენზია აქვს, მე გამათავსებ საჯარისო ნაწილებს და დავიცავ ამ ტაივანის ყურეს. და ევროპაში კი არა, სოფლიოში საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაც დაძაბულობის მომენტები შეიმჩნევა და ამ პროცესში ჩვენ უნდა მოვახერხოთ ყოველ შემთხვევაში, რომ პრაგმატული ინტერესები გავატაროთ და რა გავლენას ახდენს ახლა ჩვენს რეალობაზე აი ეს თანამედროვე ახალი სოფლიო მულტიპოლარული სამყაროში გაღვიძება ჩვენი. კი ბატონო, ოღონდ ისე უკრაინის თემა უნდა ვახსენო, რომ გადმოვიდეთ საქართველოზე. ხედველობაში მაქვს რა. ესე იგი უკრაინის საკითხი ახლა ისე ჩანს, რომ მოვიდა ტრამპი, კეთილიც ყოფილი, ნობელის პრემიის მიღებელი, ვენესუელის ოპოზიციას მისცეს. და აი ომების, ლოკალური ომების დამთავრება უნდა და ამთავრებს ამ ომსაც, რამდენადაც მას ეს გამოუვა და მოუხერხდება. მაგრამ ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატები გამოდის მშვიდობის მოყარე. რუსეთი და უკრაინა ომობენ და ჩაერევა მშვიდობის მოყარე ამერიკის შეერთებული შტატები და გასწორდება ამბავი ტრამპს ნობელის პრემია და ამათ ყურების აწევა ორივეს, რომ თქვენ მეორედ არ გაბედოთ ეს ამბავი, ხო? აი ასეთი სურათი გვაქვს, მაგრამ რეალურად ეს სურათი გვაქვს, რეალურად ეს სურათი არ გვაქვს, სხვა სურათი გვაქვს. მე ვთქვი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ კონტექსტშიც უნდა გავიმეორო, ეს ყველაფერი ვინ ჩაიდინა? ეს ყველაფერი დასავლეთმა ჩაიდინა.
რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ დაიწყებოდა, რომ არ ყოფილიყო პროვოცირებული დასავლეთის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ახლა მოდი მივუდგეთ ლოგიკურად, რას ლაპარაკობს, რას ამბობს, რა განცხადებას აკეთებს ტრამპი. მე რომ ყოფილი ვიყავი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, იმ დროს, როცა ომი დაიწყო, ეს ომი არ დაიწყებოდა. ანუ რას ნიშნავს ეს? ესე იგი, ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ემოქმედას სხვანაირად, რომ ომი არ დაწყებულიყო. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები გარეულია, ჩარეულია ამ საქმეში. ამერიკის შეერთებულ შტატებში წყდებოდა ეს საკითხი. და გადაწყდა კიდეც, რომ ომი უნდა დაწყებულიყო, ისე როგორც საქართველოში დაიწყო თავის დროზე. და ახლა, ნუ ვიქნებით იმ ილუზიაში, ვინც ამ თემებზე მსჯელობთ და გვაინტერესებს, ხო? ეს ნაწილი საზოგადოებისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისე მოვყიდოს ეს ყველაფერი, როგორც ცდილობს, რომ მოვყიდოს. ასე არ არის. უკრაინასა და რუსეთის ომში იმარჯვებს რუსეთი კი არ არის სწორი. სწორი ის არის, რომ ნატოსთან ომში და დასავლეთთან დაპირისპირებაში იმარჯვებს კი არა, პრაქტიკულად გაიმარჯვა რუსეთმა. ტრამპი არ იქნებოდა ისეთი გულმოწყალე და ისეთი კეთილშობილი რაინდი, რომ ამ ომის გასაჩერებლად იბრძოლებდა, მას რომ ამ ომის ისე დამთავრების საშუალება ჰქონდეს, როგორც ეს ჩაფიქრებული ჰქონდა დასავლეთ თავიდან. ვერ ამთავრებს ასე, ვერ იგებს, ვერ იმარჯვებს, რამდენჯერ თქვა პუტინმა, რამდენჯერ განაცხადა. რა შეიარაღებაც არ უნდა მისცეს, ტომოჰავკები იქნება ეს თუ სხვა ტიპის შეიარაღებები. რა შეიარაღებაც არ უნდა მისცეთ, ბრძოლის ველზე სიტუაცია არ შეიცვლება. ბრძოლის ველზე სიტუაცია იქნება ყოველთვის რუსეთის, ასე ვთქვათ, წარმატებული სვრით წინ. ანუ ტრამპი და ტრამპის გუნდი ხედავს, რომ უკრაინაში ომი მთავრდება დასავლეთის კრახით. ამიტომ სახეს ინარჩუნებს. და თან ხომ ხედავთ სახეს ინარჩუნებს რა დონეზე, რომ აი თვითონ არის კეთილმწყობელი, თვითონ არის. იცით როგორ არის ბაიდენი ცუდი კაცია, ტრამპი კარგი კაცია, ობამა ცუდი კაცია, კლინტონი კარგი კაცია და ასე ეს დაყოფები არ არის სწორი. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფალი, პასუხისმგებელია ქვეყანა. თუ ლეგიტიმური ხელისუფლებაა. თუ სახელმწიფო გადატრიალებით ხუნტა მოვა და ის რაღაც დანაშაულს შეიდენს, ხუნტას დაბრალდება და არა ქვეყანას და ხალხს. მაგრამ თუ ქვეყანა და ხალხი ლეგიტიმაციას აძლევს ამა თუ იმ პერსონას, ამა თუ იმ გუნდს, ამა თუ იმ პარტიას, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა იკისროს ხალხმა და ქვეყანამ. რამდენიც არ უნდა იძახოს ტრამპმა, რომ ბაიდენი იყო ცუდი კაცი და წინამორბედები იყვნენ ცუდი ადამიანები, პერსონები, პრეზიდენტები. ეს არაფერს არ ნიშნავს. ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ბრალეულობა ამ საკითხში არის ერთმნიშვნელოვანი და რაღაცა ფორმით მათ პასუხი უნდა აგონ ამაზე. და არ ამგონია, რომ ტრამპის აი ამ ცოტა ეშმაკურმა ლავირებამ ამ სიტუაციაში ის ბოლომდე გამოიყვანოს მდგომარეობიდან. ეს ასე ვთქვათ, წმინდა ლოგიკის საკითხია და თუ გნებავთ სამართლის საკითხი. მაგრამ გადმოვიდეთ ახლა საქართველოზე. თუ კი საქართველოს აქვს საკუთარი გამოცდილება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სახით. არ უნდა იყოს ეს საკმარისი იმისთვის, რომ ანალოგიური რამ არ გაიმეორო, უნდა იყოს საკმარისი. პლუს უკრაინის გამოცდილება. თუ დაემატა უკრაინის გამოცდილებას, აგერ შენს გვერდით რაც ხდება, ხო? და ხედავ, რომ შენთან ვერ მიიღო ძალიან ფართო მასშტაბები, თუმცა ასეულობით ჯარისკაცი დაგვეხოცა და რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და სამოქალაქო და ასე შემდეგ. უკრაინის მაგალითი აგერ რომ გააქვს, ეს არ არის საფუძველი იმისთვის, რომ შენ სხვანაირად იაზროვნო. საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მაქვს ლაპარაკი, ხალხზე მაქვს ლაპარაკი. ახლა ხალხს პრინციპში ვერაფერს ვერ შეედავები აქ, იმიტომ რომ ხალხმა თავის დროზე გადაწყვიტა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უნდა წასულიყო და მხარი დაუჭირა ბიზინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. ხალხმა გააკეთა ეს, ხო? ახლა ხალხმა რომ თქვას, იცით რა არის, მე არ მომწონს ბიზინა ივანიშვილის დაკეთების საქმე. და ამიტომ ვემიჯნები მას, ვერ გაემიჯნები, იმიტომ რომ შენ ხმა მიეცი ერთხელ, მეორედ, მესამედ, ხმას აძლევ.
მანდატს აძლევდა. ამის შემდეგ ის რასაც აკეთებს, ამაზე შენ ხარ პასუხისმგებელი, მაგრამ რა მოხდა საქართველოში, რა ვითარება გვაქვს. ახლა ბევრ რამეში ედავებიან დღევანდელ ხელისუფლებას, თუნდაც იგივე ბიძინა ივანიშვილს პირადად და პერსონალურად. მაგრამ გააჩნია რაში ვედავებით და რაში ვეთანხმებით. ის რომ მშვიდობა შენარჩუნებულია საქართველოში. ვიღაცა ცდილობს რომ დააკრინოს ეს სიტუაცია და თქვას რომ კაცო მშვიდობა ხომ არ არის ყველაფერი. მშვიდობის იქით ხომ გვინდა 1000 რამე, მაგრამ 1000 რამე არ იქნება და ფიქრიც არ იქნება 1000 რამეზე თუ მშვიდობა არ იქნება. პირველ რიგში უნდა იყოს მშვიდობა. თუ მშვიდობა შენარჩუნებულია საქართველოში, მაშინ როდესაც შენი ჩართვა ამ ომში მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსთან უნდოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის სპეცსამსახურებს, უნდოდა ევროპას და მის სპეცსამსახურებს და შიგნით ყავდა უზარმაზარი რაოდენობა აგენტურისა, მეხუთე კოლონისა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველოსთან მეორე ფრონტი გახსნილიყო რუსეთის წინააღმდეგ და მაინც არ გაიხსნა ეს ფრონტი. ეს მისი დამსახურება. რა თქმა უნდა, ეს არის მართველი პარტიის დამსახურება და პირველი პირის დამსახურება. ვიცით ჩვენ ვინც არის პირველი პირი, ხო? მართალია მას სახელმწიფოს მეთაური არ ქვია დღეს, მაგრამ ის არის მართველი პარტიის პირველი პირი და მართველი პარტია მოყავს პარლამენტი და მთავრობა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ეს და ახლა ნახეთ როგორია წნეხი ბიძინა ივანიშვილზე. რას ერჩიან ბიძინა ივანიშვილს? გარდა ამისა. ბიძინა ივანიშვილს ერჩიან იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აღმოჩნდა ისეთივე ყურმოჭრილი ყმა დასავლური სპეცსამსახურებისა და დასავლური იგივე იმ deep state-ისა და რაღაც უბედურებისა, როგორც აღმოჩნდა ზელენსკი. ზელენსკიმ სანამდე მიიყვანა თავის ქვეყანა და ივანიშვილმა სანამდე მიიყვანა თავის ქვეყანა. შეადარა ხომ განსხვავებას. ადვილი დასანახია რა. ჩვენ გვაქვს მშვიდობა, ჩვენ ასე თუ ისე ვითარდებით, ჩვენ გვაქვს გვაქვს ეკონომიკური მაჩვენებლები კარგი. ბატონო ჩემო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის და ყველა საკითხი გადაწყვეტილია. არც ერთ სახელმწიფოში არ არის ყველა საკითხი გადაწყვეტილი და რაღაც საქართველოში იქნება, მაგრამ ეს ხომ გვაქვს, კაცო, მშვიდობა ხომ გვაქვს, არა? შრომის პირობები, განვითარების პირობები ხომ გვაქვს? იმის პირობები ხომ გვაქვს, რომ ბავშვები აღზარდოთ, სკოლაში ვატაროთ, ახალგაზრდა სხვა რეალობა გამოხვიდე სახლიდან და რაღაც წვიმა და ქარს ემალებოდე და აბსოლუტურად სხვა რეალობა გამოხვიდე და ახლა ნახე, აი ამის გამო უპირისპირდებიან ბიძინა ივანიშვილს და ნახე რა დონეზე უპირისპირდებიან. თანხა, რომელიც ყველაზე დასულ ბანკში აქვს, გას უზარმაზარი კაპიტალი. აი ამ კაპიტალს რომ წაართმევ რაღაცა მანიპულაციით. ისე რომ არ ჩანს რა მოხდა. და ამის გამო ადამიანი მიდის სასამართლო პროცესებში ერთვება და ცდილობს რომ სამართლიანობა დაიბრუნოს, ხო? სასამართლო პროცესები მას ამართლებენ. გუშინ იყო თუ დღეს იყო სასამართლომ გაამართლა, ხო? ბრიტანულმა სასამართლომ. ესე იგი მისია ეს თანხა, მას ეკუთვნის ეს თანხა. სასამართლო ამტკიცებს ამას. დემოკრატიულ ევროპაში, დემოკრატიულ დასავლეთში სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა რამე დგას? თუ დგას, ესე იგი დემოკრატიული არ არის. ესე იგი დასავლეთმა უნდა აღიაროს, რომ არა, ჩვენ დემოკრატიული არა ვართ, ჩვენ მიზანშეწონილობით ვუდგებით საკითხებს და ამას წყვეტს, ასე ვთქვათ, მთავრობა, ხელისუფლება და ვიღაცა. ან ეს უნდა აღიარონ, ან ის უნდა თქვან, რომ ეს კაცი მართალი ყოფილა, ეს კაპიტალი მას ეკუთვნის და ეს კაპიტალი მას უნდა დაუბრუნდეს და რეალურად უნდა დაუბრუნდეს. მაგრამ ახლა რა ხდება? სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ბატონო ეკუთვნის, მაგრამ რეალურად ვერ დაუბრუნდება, იმიტომ რომ იქ ვიღაცა სანქცია აქვს დაწერილი, იქ რაღაცა ხდება. 1000 მანიპულაციები ხდება და რეალურად ბიძინა ივანიშვილი რჩება ამ კაპიტალის გარეშე. რას გააკეთებდა 10-დან 9 კაცი? ან 10-დან 10 კაცი. ასეთ შემთხვევაში. როდესაც ლაპარაკია მილიარდიან კაპიტალზე. აქ ლაპარაკი ხომ არ არის $5,000 და $25,000. მილიარდიან კაპიტალზეა ლაპარაკი. რას გააკეთებდნენ ადამიანები, როგორ მოიქცნაოდნენ ადამიანები? იტყოდნენ რომ მოდით რა, მე ნუ შემეხებით და კი ბატონო თქვენ როგორც გნებავთ ისე იმოქმედეთ საქართველოში. ასე მოიქცეოდნენ.
სააკაშვილი როგორ გააკეთებდა? ასე გააკეთებდა. შევარდნაძე როგორ გააკეთებდა? ასე გააკეთებდა და ბევრი სხვა ვინმე ასე გააკეთებდა. ბიზნესმენები ასე გააკეთა? არ გააკეთა ასე. და არ გააკეთა ასე იმიტომ კი არა, რომ იმ მილიარდიანი კაპიტალის გარდა კიდევ რჩება იმდენი რომ მშიერი არ დარჩება ამ ქვეყანაზე. არა, მაგიტომ არა. მილიარდიანი კაპიტალის დაკარგვა ყველაზე მდიდარი კაცი რომ აიღო მსოფლიოში, რომელსაც 5 და 10 მილიარდი კი არა აქვს, 500 მილიარდი აქვს. მილიარდიანი კაპიტალის გამო ძალიან ბევრ რამეს დათმობს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი მილიარდერი. ბიზნესმა არ დათმო. და რა არ დათმო? არ დათმო საქართველოს ინტერესები. არ დათმო საქართველოს სუვერენიტეტი. არ დათმო საქართველოს ხვალინდელი დღე და არ ჩააბარა ქვეყანა საჯიჯგნად და საზარბაზნად ხორცად ისევე როგორც ეს გააკეთეს უკრაინაში. აი ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილი. და ახლა მე მასთან მაქვს მთელი რიგი საკითხები, რის გამოც შესაძლებელია ვეკამათო. და უთხრა რომ აი ეს საკითხები გადასაჭრელი იყო, ეს რაღაცა შეცდომა იყო. შორს აგვიყვანს ახლა ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მე მაქვს ამის საშუალება. მე მაქვს პრესა, მე მაქვს ტელევიზია, მე მაქვს რაღაც არხები იმისთვის, რომ ეს გამოვთქვა და მithქვამს კიდეც. მაგრამ მე არ ვიქნები მართალი კაცი. და შენ არ იქნები ჩემო გიორგი მართალი კაცი. თუ ჩვენ მხარედ ვიქცევით, ასე ვთქვათ და რაღაც რადიკალური დაჯგუფებების ინტერესებს დავიცავთ. ჩვენ უნდა ვთქვათ ობიექტურად. ამაზე მაღალი ღირებულება, ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა კაცს, რომ თქვა, რომ ეს ღირსეული კაცია. ეს საქართველოზე მოფიქრალი კაცია. დავანებოთ თავი იმას, რომ მას მართლაც უზარმაზარი ქველმოქმედება აქვს გაწეული და დიდი საქმეები აქვს გაკეთებული. მისცა მას ცხოვრებამ ამის საშუალება. ისე მოხდა, რომ მის ხელში აღმოჩნდა დიდი კაპიტალი და საწაიღო ეს კაპიტალი, ყველაფერი სახში კი არ წაუღია. თავის ქვეყანას მოახმარა, თავის ხალხს მოახმარა. ამდენი ეკლესია, მშენებლობები, რესტავრაცია, კინო იყო, თეატრი იყო, დახმარება იყო, გაჭირვებული იყო, რამდენი რამეა გაკეთებული, ხო? მაგრამ ამაზე უფრო მეტია ის, რაც გააკეთა. თავისი მარტო კაპიტალი კი არ გაწირა. თავისი სიცოცხლე გაწირა და თავისი ოჯახი გაწირა. დღესაც აი ახლა, როდესაც მე და შენ ამ გადაცემას წერთ, ეს სიტუაცია დამთავრებული არ არის. ბიზინა გადარჩენილი კი არ არის. ღმერთმა იცის, რას მოუწყობენ ხვალ და ზეგ. იმიტომ რომ ართმობს ეს კაცი და აცხადებს რომ კი ბატონო მე თქვენი ვიცი რომ მე ამ ფულს არ მომცემთ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ხომ ხმამაღლა განაცხადა მან. მე სანამ ფულის გამო ვიღაცასთან დავა მაქვს, სანამ ვიღაცასთან სასამართლო დავა მაქვს, მე საქვეყნო საკითხების განხილვაზე არ შევალ მათთან. იმიტომ რომ მე რომ შევიდე ამ საკითხების განხილვაზე, ეს იმას ნიშნავს რომ მე ჩემი და რაღაცაში შეთანხმებას მივაღწიო. ვიღაცა ხომ ასე ვიღაცა კი არა. პრაქტიკულად ყველა ასე გაიგებდა რომ მან თავის კაპიტალი გადაარჩინა და ამიტომ იყო ის დაინტერესებული. ეს რა არის, იცით, გიორგი, ეს არის დიდი კაცის ფენომენი. ყავს ისტორიას ხოლმე დიდი ადამიანები. ისინი რაღაცით გამოირჩევიან სხვებისგან. თავის გაწირვა რომ შეუძლია კაცს და საქართველოს ისტორიაში არის ეს მაგალითები, ხო? რამდენი მეფე ვყოლია, რომელმაც თავი გაწირა. რამდენი რიგითი ვყოლია, რომელმაც თავი გაწირა. მთელი ჩვენი ისტორია ამისი მაგალითებით არის სავსე, ხო? და კიდევ ერთი კაცი აღმოჩნდა დღეს, რომელმაც თავი გაწირა, საკუთარი თავი გაწირა, იმიტომ რომ აი საქართველოს არ მიადგეს ის გამოუსწორებელი ზიანი, რომლის იქით კატასტროფის მეტი არაფერი არ არის. ახლა ჩვენ რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა რუსეთისთვის. ერთი-ორი ყუმბარა ყოველთვის აღმოაჩნდებოდა რუსეთს, ხო, რომელსაც აქეთ გამოუშვებდა რა. და რა დარჩებოდა საქართველოსთან? უკრაინიდან აღარ დარჩა არაფერი. ამ ხელა ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოა ტერიტორიით. და საქართველოსგან რა დარჩებოდა? გესმით რასთან გვაქვს საქმე? ამიტომ ამის არ დანახვა და ამისი გადაფარვა იმით, რომ
აგერ არაბები შემოდიან რაღაც ინვესტიცია მოაქვთ და ეს დაღუპავს ქვეყანას, იმიტომ რომ მიწების გაყიდვა, რაღაც დემოგრაფიული პრობლემები შესაძლებელია რაღაცა პრობლემები ამას ახლდეს. დაკვირვება უნდა, ამას შესწავლა უნდა და ყველაფერს უნდა გადაწყვეტა ისე რომ პრობლემები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. მაგრამ რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, ეს იმის საპირწონეა? არ არის იმის საპირწონე. მე ბევრჯერ მithქვამს ივანიშვილისთვის რომ როგორ ვერ მოახერხეთ ის რომ აი ამდენი ის რომ ყავს ჩვენ ემიგრანტი საქართველოს საზღვრებს გარეთ ლუკმაპურის საძებნელად ქვეყნის გარეთ გადაყვანილი ხალხი როგორ ვერ მოაგვარეთ რომ მათი პრობლემები რაღაცნაირად შეგემსუბუქებინათ ისე რომ ამ ადამიანებს სახლში დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ მძევლები არიან სიტუაციის შოულობენ იმ 1000 ევროს, იქ დაახლოებით 1000-1500 ევროს და ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ოჯახი არ ჩინონ, იქ თავი ირჩინონ და მეც არაფერს არ ნიშნავს. ეს არ ყოფნის იმას, რომ თქვა საცხოვრებელი ფართი შეიძინონ რაღაც. მოდი რა, რაღაცა გააკეთე. სოციალური პოლიტიკის აუცილებლობა ეს უამრავი საკითხია, გიორგი, სადაც შეიძლება ვედავოთ. ხო და მაგრამ როგორ შეიძლება როცა სასწორზე დებ ამას? წონი ამას რა რისი საპირწონეა? რაცა უნდა რადიკალურად განსხვავებული აზრი ქონდეს, ჩემი გვარის დაბოლოება არის ყველაზე მეტი, ესე იგი, ინდექსი და მაჩვენებელი იმისა, მე ვინ ვარ და საიდან მოვდივარ რა და ამაზე დიდი ღირებულება მე ცხოვრებაში არ გამაჩნია. შესაბამისად, რომელ ხარისას არ უნდა ვიყოთ, აი ეს ჩვენი გვარის დაბოლოება უნდა იყოს მთავარი, საიდანაც უნდა დავიწყოთ საუბარი. აი ამის თქმა მინდა და რეალობაც ვიჩვენებს იმისა, რომ ხა მე ის კი არ ხალხს გონია ხოლმე, რომ აი გიხარიათ ეხა ეს ხელშეკრულებას რო აძალებენ, არ მიხარია. როგორ უნდა მიხაროდეს 10000 ადამიანის უბედურება? არ მიხარია, მაგრამ მე ამას გესაუბრებოდი და შენ ცდილობდი, რომ პირიქით შენთვის ან მოღალატე, ჯერ ქართველთვის მოღალატის დარქმევა არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა. არა მხოლოდ ქართველთვის, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით დაგვიქოვთ ამას. და ცდილობდი, რომ რაღაცნაირად პირიქით სხვა მიმართულებით წაგიყვანა ჩვენი ქვეყანა მათ შორის, იმიტომ რომ ხა ამ სწორად აღნიშნეთ, ხო, აქ ცენტრალური ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ მოითოკა ეს აგრესია, თორე როცა პატარა წარმატება რომ ქონოდა, უკვე ბრბოს ვეღარ შეაჩერებ. ეს წესია ესეთი. ამიტომაც მინდა ხა მათ შორის ყველა ადამიანს მოუწოდო, რომ გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს ის, რაც დაემართა უკრაინას, აი ეს უბედურებას დაემართა. ჩვენთვის გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს და კი დავსვათ ყველა მიმართულებით კითხვები, მოვთხოვთ ხელისუფლებას ამ კითხვებზე პასუხი. უბრალოდ დავინახოთ ის რეალობა, რომ დღეს გამოდიხარ და შენი ცხოვრება არ შეიცვალა, იცი? აი გამოდიხარ სკოლაში მიყავს ბავშვი, იქ რაღაც სამსახურში მიდიხარ, შეიძლება ვალები გაქვს, მაგრამ ცოცხალი ხარ. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რა. და იმ შენს ეკონომიკურ რაღაცა ვალდებულებებს და სოციალურ გარემოს ერთად ვებრძოლოთ. ალბათ რავი ეს იქნება სწორი პოზიცია და მოუნახოთ პლატფორმები, იქნება ეს პოლიტიკის ეკოსე არსებული პლატფორმა, მედია, უბრალოდ კამერების გარეშე სივრცე, მოუნახოთ პლატფორმები, სადაც ამ თემებზე ვისაუბროთ უფრო სიღრმისეულად, როგორ მოვაუღოთ არსებული გამოწვევები. კი ბატონო, ზოგადად გეთანხმებით, მაგრამ ერთ რამეში არსებითში რომ არ დაგეთანხმა ხომ მომცემლობას. რა თქმა უნდა. გიორგი, ეს არ არის ის კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც რაღაცას აუხსნი და რაღაცას გააგებინებ. ეს სხვა კატეგორიაა. მას ქვია თავისი სახელი და უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს არის აგენტურა. ეს არის მეხუთე კოლონი. ხლა შესაძლებელია მე არ მენდოს ვიღაცა და თქვას რომ არ არის ეს სწორი ფორმულირებებია, მაგრამ აგერ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და გეუბნება რომ ჩვენ ყავდა სტრუქტურები რომლებიც აფინანსებდნენ სახელმწიფო გადატრიალებებს, ფერად რევოლუციებს. აგერ USAID-ია, NED-ია და 1000 რეიგანმა თავიდანვე თქვა რომ ეგ შექმნა კიდევ ზამთრის ეს ახალი არ არის მაგის თქმა მინდა ტრამპი ნახე რა ხდება. საქართველოს იღებს კანონს, რომელიც გადმოწერილია ამერიკის შეერთებული შტატების კანონისგან. დღეს მოქმედი კანონისგან, რომელიც 9 საუკუნეზე მეტია მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფარას კანონი მოხდებოდაში. რა ამბავი მოყვა ამას? არიქა დემოკრატია დაიღუპა, არიქა ადამიანის უფლებები დაინგრა და ასე შემდეგ. რა ადამიანის უფლებები? თანხა რომ შემოდის საქართველოში.
დიდი თანხები, მილიონები რომ შემოდის და შემოედინება. სად მიდის ეს მილიონები, როგორც არის გაწერილი, ისე მიდის, თუ რაღაცა არასწორად იხარჯებაო. ამის გაკონტროლების უფლებას ართმევს სახელმწიფოს და ხალხს, ქვეყანას. სუვერენიტეტის პროცესი არ უნდა გაძლიერებული იყო, ეს იყო იმათი დაკვეთა, ეს იყო შეუძლებელი. ხო და ესე იგი მათ ხომ თვითონ გაშიფრეთ საკუთარი თავი, ლუსტრაცია ხომ მოხდა თუ ვინ არიან ესენი. ესენი არ არიან ის მოქალაქეები, რომელსაც შეიძლება არასწორი შეხედულება კონდეს რამეზე, არასწორი ხედვა კონდეს და პოზიცია კონდეს. არა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იმ გასამრჯელოს გამო, რომელსაც იღებენ, იმ მდგომარეობის გამო, რომელსაც უქმნიან, მუშაობენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ და საკუთარი ხალხის აზიანოდ. ამიტომ ნუ გავაიგივებთ და ნუ შევარბილებთ მათ მდგომარეობას. კი, შესაძლებელია ისეთი ადამიანები არსებობენ, რომლებსაც არ ყოფნით ინფორმაცია და ამის გამო რაღაცა არასწორი პოზიციები დაიკავეს. ამათთან არის სამუშაო. მაგრამ იქ ბირთვის სხვა არის, გიორგი, აბსოლუტურად სხვა. აბსოლუტურად სხვა არის. ეს არის ბირთვი, რომელიც უნდა ამოძირკო. როგორ შეიძლება სააკაშვილის ჯგუფმა კიდევ იქონიოს იმედი, რომ ისინი ხელისუფლებაში მობრუნდებიან. ეს არის პირსისხლიანი ზელენსკი აკაური, რომელმაც იგივე გააკეთა მცირე მასშტაბებით. მეტი მასშტაბი არ ქონდა, მაგრამ იგივე გააკეთა, რაც ზელენსკიმ გააკეთა თავის ქვეყანაში. თავის ქვეყანაში არა, გაწმარო თქვა. არ შეიძლება მას მისი ქვეყანა ეწოდოს. ამიტომ კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, უფლება გაქვს საერთოდ დამითხოვა აქედან. ხო, ამიტომ ეს ისეთი პოზიციებია, სადაც შერბილება არ ხერხდება, არ გამოდის. ანუ გასაგებია კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი, მაგრამ მე მაქვს ჩემი პრეტენზია მათ შორის არსებულ ხელისუფლებასთანაც და ზოგადად აი ამ პროცესთანაც. მე პერსონალურად და ჩემი თაობა და მათ შორის ჩემზე უფროსები და თუნდაც ეს ახალგაზრდები. ყველანი გავიზარდეთ იდეალიზირებულ სამყაროში, სადაც გვასწავლიდა მათ შორის ისტორიაში, ანუ ისტორიას, მათ შორის ფილმებით, გადაცემებით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ღირებულებითი ცნება შეგვივსეს ცნებით, სადაც დასავლეთი იყო იდეაფიქსად გამოცხადებული სამყარო. უცებ დაიწყო ომი და აი ძალიან მალე ჩვენ ცნობიერში მოხდა გარდატეხა. ვიღაცებს დაჭიდა დრო, ვიღაცამ შეიძლება მაშინვე გამოფხიზდა და ვიღაც შეიძლება მაქამდე იცოდა, მაგრამ სახელმწიფო თავისი საგანმანათლებლო გარემოთი სასწავლებლობაში მაქვს სკოლები, უნივერსიტეტები, აკადემიური სივრცეები, მედია, რა ვიცი, საზოგადოებრივი პლატფორმები. არსად არ მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ არსებობს ალტერნატიული, ესე იგი, არა მხოლოდ სამყარო და მსოფლიო წესრიგი, არამედ იდეოლოგია, ერთი იდეოლოგიის ქვეშ, ლიბერალური იდეოლოგიის ქვეშ აღვიზარდა ჩვენ ყველანი და ნუ ალბათ ყველაზე აქტიური ვინც მაგათ ეწინააღმდეგებოდა ხოლმე ჩემს ახალგაზრდობაში და სტუდენტობის პერიოდში ახალგაზრდობაში ხე ესე გამომივიდა, მაგრამ სტუდენტობის პერიოდში იყვნენ სოციალისტები. და დაპირისპირება იყო ხოლმე ეკონომიკურ საკითხებზე და არა ფუნდამენტურ ღირებულებით საკითხებზე. და მე ნენელა გამოჩნდნენ ტრადიციის კონსერვატორები და ასე შემდეგ. ამით ისე თქმა მინდა. ჩვენ ვერ მოვასწარით შეგვექმნა ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული სისტემა, ასე რომ ვთქვათ რა. და აი ამ შუა ომში ხელისუფლებამ დაატრიალა თავიდან ბოლომდე გარემოება და დღესაც ნუ ეხლა ზოგჯერ გვეუბნებიან წარმომადგენლები ჩემთვის ზოგიერთი მესიჯი ცოტა კომიკურია რომ აი მაშინ აღმოაჩინეთო ხო მაშინ არ ამგონია ვიმეს აღმოეჩინეს უბრალოდ იმ მომენტში ალბათ ყველაზე საჭირო დრო იყო და აქამდე არ ქონიათ ამისი საშუალება და გარემოება რომ ეს შეიქმნათ თუმცა ეხლაც აი ამ მიმდინარე აქციების ფონზეც რა გასაგებია რომ ვიღაცები სისხლის სამართლის საქმე არის აღზრული ვიღაცები ციხეში არიან ეს ბირთვი შემცირებული არ რა ბირთვზე თქვენ საუბრობდით მაგრამ მე მაქვს პრეტენზია იმისი რომ თუ არ შეიქმნა თუ არ ჩამოყალიბდა ეს ეროვნული იდენტობაზე დაფუძნებული სისტემა ეს დროებით იქნება რა კი მაგნაზში გათანხმდება ეს დროებით იქნება და იგივე ახალგაზრდას შენ თუ არ აუხსენი ხებ შენ მეუბნები რომ იცი რა მე ვისწავლე აღვიზარდი ისე რომ ეს იყო
მორალი ჩემი და მე უნებრივი არ არის. მაშინ რა არის ჩემი მორალი? ეს თუ არ მომაწოდე, შენ თუ ალტერნატივა მე არ მომეცი, მაშინ მე როგორც პიროვნება, თვითრეალიზებული პიროვნება ვერ შევდგები. როგორ შეიძლება სახელმწიფო არსებობდეს, ქვეყანა არსებობდეს, ხალხი არსებობდეს, მას უზარმაზარი ისტორია ჰქონდეს და მას არ ჰქონდეს შეხედულებათა სისტემა, ანუ იდეოლოგია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა განვითარდეს და რა არის მისთვის პრიორიტეტული და რა არ არის პრიორიტეტული. ეგ როგორ შეიძლება, მაგრამ ასეთ აბსურდულ ვითარებაში ვცხოვრობთ. მე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი 40 წელიწადი თითქმის შევალიე აი ამასთან, ამ ვითარებასთან ბრძოლას. ბრძოლას იმასთან, რომ არ შეიძლება აღქმულ მიწად გამოაცხადო ეს რა ქვია, ნატო და ევროკავშირი. რეალურად რა გვაქვს? კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენ მივდივართ ნატოსა და ევროკავშირისკენ. ამ დროს ევროკავშირი ხვალზე ალბათ დაიშლება და ნატო რა მდგომარეობაში აგერ ვხედავთ და ნახევარი უკრაინა მიწაში ჩაწვა, მაგ ნატოს გულისთვის და ახლა ეუბნებიან, რომ შენ ნატოში არ შემოხვალ. ესე იგი აბსურდული ვითარებაა შექმნილი და ამიტომ გეთანხმები მე ამ აბსურდულმა ვითარებამ აღზრდის საკითხებში, იდეოლოგიის საკითხებში, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების საკითხებში, რა თქმა უნდა, შვა აი ეს შედეგი, რომელიც გვაქვს. თქვენ წარმოგიდგენიათ საქილიკო თემად აქციას, ის რომ გაგვათხოვებენ კაცებს და რაღაცას გვიზამენ და ასე შემდეგ და აი თურმე ევროპაში კაცები თხოვდნენ. აგერ აი დღეს მიიღეს კანონი. დღეს მიიღეს კანონი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრი თუ ხარ, შენ გევალება რომ დაიცვა ეს პრინციპები, LGBT პრინციპები. მეტი როგორ უნდა გაგათხოვონ მითხარი. მეტი რა უნდა გიქრან რომ მიხვდე რომ შენ კი არ გათხოვებენ, ეს არ არის ესეთი დიდი უბედურება, ვინც ქილიკობდა ამ გათხოვებით. მათ არავინ არ ითხოვთ, იმიტომ რომ არა მძორადაც არ ვარგიან, რასაც ეს LGBT ქვია. მაგრამ შვილებს რომ გიუბედურებენ, მათ ცნობიერებას რომ რყვნიან და მათ ცნობიერებაში რომ აგდებენ იმ თესლს, რომელიც მე უნდა გაღვივდეს იმად, რომ ქალი და კაცი აერიოს ერთმანეთში. რომელ ღირებულებებზე შეიძლება ლაპარაკი, ქალი და კაცი ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან და ამას გასაღებენ იდეოლოგიად. და ამის ფონზე სხვათა შორის, როცა ამ კანონს ღებულობენ, საფრანგეთში ხალხს იჭერენ იმის გამო, რომ ამბობენ, რომ მაკრონის მეუღლე ქალი კი არა კაცია. და თან ამ კანონს ღებულობენ და პარადოქსებით სავსეა. ნუ რაღაცა დიდი კრიზისებია დასავლეთში. როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. თუმცა იქაც არის გამოგვიძება. ამიტომ მოდით ახლა მე არ მინდა ბოროტად ვისარგებლო თქვენი კეთილი მასპინძლობით, ასე ვთქვა, ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი, მაგრამ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, საით მივდივართ, რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. მე ვთქვი ამასინათ ხმამაღლა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, რომ ჩვენ კი ბატონო შესაძლებელია ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და მმართველი პარტია და თუ გნებავთ პერსონები და ბიზინა ივანიშვილი კონკრეტულად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გავცვალოთ იმ უბედურებაში, რომელიც დაუღუპავს. თუ ახალ ძალას შევქმნით ქართველობა, რომელიც აი როგორც თქვენ ბრძანებთ, ეროვნულ იდეოლოგიაზე იქნება მომართული, რომელსაც ღირებულებათა სისტემა და იერარქია ეწოდინება, თავიდან ბოლომდე კარგად ექნება ჩამოყალიბებული და ამას იქადაგებს და ამითი მოვა და უკეთესი იქნება, ვიდრე ქართული ოცნებაა. კი ბატონო, იმას დაუჭიროთ ხარი, იმას მივცეთ, მაგრამ წარსულის უფსკულში ნუ გადავიჩეხებით. აი ამაზეა ლაპარაკი და ნუ გამოვიყენებთ იმ პროვოკაციას, რასაც ახლა გვიწყობენ, რომ არიქა უზარმაზარი 6 მილიარდზე მეტი თანხა შემოდის ინვესტიციის სახით და ეს მხოლოდ უბედურებაა თურმე. შესაძლებელია მას ახლავს რაღაცა. ამ ყიფე რეგიონში რო 6 მილიარდი შემოდის. მას შესაძლებელია ახლავს რაღაცა კითხვის ნიშნები, მაგრამ გავასწოროთ ის კითხვის ნიშნები და მადლობა უთხრათ მის შემომტანს იმ ხელისუფლებას, რომელმაც მოახერხა, რომ პატარა საქართველოში, რომელიც ყიფე, როგორც თქვენ თქვით, ასეთი უზარმაზარი კაპიტალი შემოვიდეს. ყველა მაგას ვიძახი მაგ პროექტთან მიმართებით, რომ აი თავი რო დავანებოთ იმ რაღაცა ჰიპოთეტურ მსჯელობას, რომ დასაქმება და ინვესტიციის ბუნება, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში 6.5 მილიარდი შემოდის, ეს არის ინდიკატორი იმისა, რამდენად უზრუნველყოფილია შენს ქვეყანაში სტაბილურობის გაცდა, იმიტომ რომ არსად არ იხარჯება
50 თეთრ სტარტაპებს ადამიანი იქ 6 მილიარდს კი არა 6000 არ მოიტანს არავინ თუ სტაბილურობის განცდა არ იქნება და ეს არის მნიშვნელოვანი და თუ გეოპოლიტიკურ რეალობაზე დაუბრუნდებით თან დასასრულისკენ წავიდეთ თქვენის ნებართვით თუ ამას დაუბრუნდებით ჩვენი ამ გეოპოლიტიკური ვექტორიც ეს არის ზუსტად რომ მაქსიმალური დივერსიფიკაცია და როცა საუბრობ რომ მე ცივილიზაციათა გადაკვეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ვიყავი ჩემი ეროვნული იდეოლოგიით გაჯერებული ცივილიზაციათა გადაკვეთის ის პლატფორმა უნდა ჩამოაყალიბო და შექმნა შენ სადაც უმთავრესად იქნები შენ როგორც მასპინძელი და ყველას ეცოდე იმ ყველას სტუმარს თავისი ადგილი ანუ ეს არის და რაც შეეხება იმ თქვენ ძალიან რომ ახალი ძალა რომელიც უკეთესი იქნება მე ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. მე უბრალოდ ერთი რაღაცა მაწუხებს ამ მთელი პროცესში, რომ მე მინდა მასიურად სანამ ვიღაცა ძალის შექმნას დააპირებს პირობითად. ერთად ვეცადოთ, რომ ეს ეროვნული იდეოლოგია ვეძებოთ რა არის. და აქ მივახციოთ კონსენსუსს, რომ როგორი შეუძლია იყოს ჩვენი რაღაცა განათლების სისტემა და ასე შემდეგ. ანუ მივახციოთ ეროვნულ ცნობიერებაზე კონსენსუსს. თუნდაც მომცემ აი ძალიან მოკლედ ვიტყვი ერთი საკითხის შესახებ, რომელიც არ მინდა უყურადღებოდ დარჩეს, ჩვენ საგარეო ორიენტაციის საკითხი გვაქვს მოსაწესრიგებელი. საგარეო ორიენტაციის საკითხი არის აქილევსის ქუსლი ჩვენი. 35 წელიწადია ჩვენ გავიძახით ნატოს, ევროკავშირს რაღაც და აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი არის ბლეფი. ეს ყველაფერი არის ჩვენთვის წინასწარ დახურული კარები. მაგრამ ჩვენ მიგვიბეს, მიგვიჯაჭვეს, რომ კარები ღიააო გითხეს. არ მიგვიღეს, მაგრამ კარები ღიააო გითხეს, იმის გამო რომ ჩვენ სხვა მიმართულებით არ გაგვეხედა. აუცილებლად შეხვალთ ნატოშიო. სხვა პარტნიორი არ გვეძებნა. სხვა სტრატეგიული მოკავშირე არ გვეპოვნა სადმე. არადა არსებობს ასეთი მოკავშირეების თეორიულად ასეთი მოკავშირეები, სადაც შეიძლება ჩვენ ვეძებოთ. კიდევ კარგი რომ ჩვენ ახლა ჩინეთთან ვაყალიბებთ ძალიან ნორმალურ ურთიერთობას და შესანიშნავია ეს თუნდაც ის რომ აღმოსავლურ სამყაროსაც, არაბულ სამყაროსთან და რაღაც რა თქმა უნდა დაცვის მექანიზმებით რომ ის პრობლემები რომლისას გვეშინია მოხსნილი იყოს. ჩვენ გვინდა რა გვინდა ამ წიაში ჩამოყალიბეთ. მაგრამ გიორგი ახლა როდესაც ჩვენ ნახეთ რომ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირი და ნატო ერთად დაამარცხა უკრაინაში. ახლა ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება და იმის უფლება, რომ ჩვენ რუსეთთან დიალოგი არ დავიწყოთ. აბა რას უშვები ამ ტერიტორიულ მთლიანობას? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ ახლა მაინც როდეს აი ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდება. ხომ გადაბრუნდა ეს ურემი? გზაც გამოჩნდა უკვე, ნათელია ყველაფერი, ხო? ბიჭო, მიდი დაიწყე საუბარი, დაიწყე დიალოგი, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დაგიბრუნებს შენ იმას აფხაზეთს რუსეთის კეთილი განწყობის გარეშე. ვიდრე აქეთ დაგიწყო საუბარი. აქეთ რომ დაგიწყე საუბარს. მე სხვანაირად დაგიწყე. მისი პირობები ცოტა სუსხიანი. იგივე როგორც აი 2022-ში შეთავაზეს ზელენსკის ხელი მოეწერა. გაცილებით რბილი პირობები იყო. ეხლა გაცილებით რთულია და თუ ამას კიდე არ მოეწერება, კიდე რთული იქნება. ახლა აი ლუკაშენკო მოთხრა სხვათა შორის. თქვენ რომ მაშინ რომ მოგეწერათ ხელიო, ძალიან საერთოდ არ უნდა დაგეწყოთ და არ უნდა შესულიყავით ამ წინააღმდეგობაშივე, მაგრამ მაშინ რომ მოგეწერათ ხელიო, გაცილებით სუსტად გადარჩებოდით. ახლაო ტერიტორიებს დაკარგავთ. მაგრამო ახლაც თუ არ მოაწერთ ხელს, მაშინ უკრაინას დაკარგავთ. აქამდე არ უნდა მივიდეთ. ჩვენ აფხაზეთი გვაქვს დაკარგული და ცხინვალის რეგიონი გვაქვს დაკარგული. ეს ტერიტორიები არის ჩვენი ისტორიული ტერიტორიები. ამიტომ ჩვენ მას ვერ დავიბრუნებთ სამხედრო ძალით, ჩვენ მას დავიბრუნებთ მხოლოდ და მხოლოდ გონიერებით. და ეს გონიერება, რომლის შესახებაც ახლა მე და შენ ვსაუბრობთ, ეს არის ის, რომ რუსეთთან უნდა დაიწყო დიალოგი, უნდა ჩამოყალიბდე, უნდა კითხო მას რა უნდა იცოდე შენ რა გინდა და ინტერესთა შეჯერებისკენ უნდა წავიდეთ. ახლა მივდივართ ინტერესთა დაპირისპირების გზით. უნდა წავიდეთ ინტერესთა ჰარმონიზებისა და ინტერესთა შეჯერების გზით. აი ეს არის ჩემი სათხოვარი ამ ხელისუფლების მიმართ და მე იმედი მაქვს, რომ თუ მთლიანად ქართული ოცნების არა, იმ ერთი კაცის იმედი მაქვს, რომელიც ძალიან გონიერი კაცია, ძალიან დიდი კაცი აღმოჩნდა, მადლობა მას ამისთვის. იმედი მაქვს, რომ ის ამ საქმეს მარტო ერთი მიმართულებით კი არა,
გლობალურად შეკრავს და საქართველოს ხვალინდელი დღისკენ უბიძგებს იმ მიმართულებით, რომელიც მისაღები იქნება ყველა ჩვენგანში. კი ბატონო, მოკლედ ახლა დასასრულისკენ რო წავიდეთ. მე მგონი წავიდეთ. კი ბატონო და თან მადლობა დღევანდელი სტუმრობისათვის და იმ თქვენს სათხოვართან ერთად მე ჩემი სათხოვარით ვეცდები რომ დავასრულო დღევანდელი გადაცემა. უბრალოდ ჩემი ადრესატი იქნება მოსახლეობა და ხალხი რომ დავიწყოთ ფიქრი იმაზე თუ რა გვინდა და რა არის ჩვენთვის ყველაზე უკეთესი იმისთვის რომ როგორც ერი, როგორც მნიშვნელოვანი ღირსეული პოლიტიკური სუბიექტი გავჩდეთ და დავიმკვიდროთ თავი რეგიონში და სოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. მადლობა ყურადღებისათვის.